მამაკაცი დაჭრეს ნაძალდევის რაიონში ლომთათიძის ქუჩაზე სამართალდამცველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. დაუზუსტებელი ინფორმაციით კონფლიქტი მეზობლებს შორის მოხდა. დაჭრილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. ჩემი კოლეგა ალექსანდრე ინაძე იმყოფება შემთხვევის ადგილზე. ალექსანდრე, როგორია დაჭრილის მდგომარეობა და კიდევ რა დამატებითი დეტალები გაირკვა ამ დროისათვის? თამნა, ჩვენ ახლა ნაძალადევის რაიონში ვიმყოფებით, ლომთათიძის ქუჩაზე, იმ ადგილას, სადაც დღეს შუადღეში დაახლოებით 1-დან 2 საათამდე დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავები ექსპერტ კრიმინალისტებთან ერთად. ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. ადგილობრივები შემთხვევის შესახებ ბევრს არ საუბრობენ, თუმცა ჩვენ გავარკვიეთ, რომ სავარაუდოდ კონფლიქტში მონაწილე მხარეები არიან მეზობლები, ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ დაჭრას წინ უძღოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 გასროლა, რაც შეეხება დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასწრაფოს მოსვლის დროს ის იმყოფებოდა გონზე და ის კლინიკაში სასწრაფო მალევე გადაიყვანა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვიცნობ როგორც მეზობელი, ხა ისეთი შეხება არ მაქვს, ანუ არა. იქ აქ ცხოვრობს? კი, კაი ხანია, ალბათ 3-4 წელი იქნება, ზუსტად არ ვიცი. ვინმესთან კონფლიქტი ქონდა? არა, ამ კორპუსში არავისთან და დანარჩენი მართლა არ ვიცი, არ ვიყავი. წარსულში რამე დაპირისპირებანი ჩხუბი? არაფერი, მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში და არ ვიცი, ხა ქონდა თუ არა. დიდხანს გრძელდებოდა ეს არა, იმიტომ რომ მის პატრულიც იყო მოსული და ეს დაკითხეს ბავშვებიც, ანუ იკითხეს უშუალოდ რა მოხდა, მაგრამ ამათ მართლა არაფერი არ იციან. ხაიმე, არაფერი გამიგია, აი აქ სადმე. აი იქ თქვენმა მეზობელმა ხო არ იცით? არ იცის. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ნაძალადევის რაიონში ლომთათიძის ქუჩაზე დღეს შუადღეს დაჭრეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 100 მერვე მუხლით იძიებს.